საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეის წევრებმა ცოტა ხნის წინ განცხადება გააკეთეს და მათ მიმართეს როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი მედია უფლებების დამცველ ორგანიზაციებს და მოითხოვენ ისინი ამ ორგანიზაციების მხრიდან, რომ უფრო მკაფიო განცხადებები და შეფასებები გააკეთონ იმ არაკანონიერ დამოკიდებულებაზე და მიზანმიმართულ დევნაზე, რასაც არალეგიტიმური ხელისუფლება ანხორციელებს და აწარმოებს კრიტიკული და დამოუკიდებელი მედია საშუალებების წარმომადგენლების, როგორც ჟურნალისტების, ასევე ოპერატორების მიმართაც, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ თავად არალეგიტიმური ხელისუფლება და საგამოძიებო იწყებს ფორმალურ გამოძიებას, მაგრამ ამ დრომდე არ გვინახავს არც ერთი დასჯილი ადამიანი, ვინც ამ ძალადობაში იყო უშუალოდ ჩართული. ჩვენ ვესაუბრეთ დღეს თავად იმ ჟურნალისტებსაც, ვინც პირადად მიიღეს დაზიანებები და გახდნენ იმ ძალადობის მსხვერპლი, რასაც ვხედავდით აქციების დროს და ისინი ამბობენ, რომ ეს არის მიზანმიმართული ქმედება, რასაც არალეგიტიმური ხელისუფლება აწარმოებს და მათ სურთ, რომ ამით დააშინონ კრიტიკული მედია და არ მისცენ უფლება მათ, რომ გააშუქონ ის რეალობა, რაც ხდება ქვეყანაში და ის ძალადობრივი მექანიზმები, რასაც სწორედ აქციის მონაწილეების და მათ შორის მედია წარმომადგენლების მიმართულებითაც ახორციელებს დღეს არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლები და შესაბამისად ისინიც ამბობენ იმას, რომ სწორედ ამიტომ იწყებს საგამოძიებო უწყება უბრალოდ მხოლოდ ფორმალურად გამოძიებას, მაგრამ საბოლოო შედეგი არც ერთ შემთხვევაში ჩვენ არ გვინახავს. მეტიც მედიას წარმომადგენლები იმასაც ამბობენ, რომ პირიქით შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ამ ადამიანებს გამოკითხვაზე იბარებენ, თითქოს ისინი იყვნენ დამნაშავეები, არა და ამ დროს ჩვენ ვნახეთ, რომ ამ ადამიანებზე ფიზიკური ძალადობა განხორციელდა და როგორც გურამ როგავაც ამბობს, მეტიც მისი მისამართით ცილის წამებაც კი ისმის არალეგიტიმური ხელისუფლების დეპუტატების და წარმომადგენლების მხრიდან, რომ თითქოს ეს ადამიანები იყვნენ ამ ძალადობის ღირსი და ეს როგორც მათი შეფასებით ვისმენთ არის მიზანმიმართული ქმედება იმისთვის, რომ მედიის წარმომადგენლები იქნან დაშინებული. ძლიერი კედელი, რასაც ვერ ანგრევს ჯერჯერობით ივანიშვილი, არის მედია და ამიტომ ვართ ჩვენ განსაკუთრებული სამიზნე, ცილის წამების პირდაპირ თავდასხმის სამიზნე, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებული სტატუსები მოგვანიჭეს ფორმალურად და ეს არის ჩვენთვის რაღაცა დიდი მიღწევა, ასე გვიფუთავენ ამ ამბავს. გამოძიება ამ სტატუსის მინიჭების შემდეგ, რომ არაფერს აკეთებს, ამაზე არავინ საუბრობს. საქმის მასალები რო გადმომცეს, ძალიან მძიმე, მასიური, დიდი, ტომეულია და რეალურად აი შეხედავ და იფიქრებ, რომ უი, რამდენი უშრომიათ და მაკულატურა, უშინაარსოა, შიგნით არის აი უაზრო რაღაცა ჩანაწერები, რომელიც არაფერს გვეუბნება. იმიტაციას ქმნიან, რომ ამ ქვეყანაში ვითომ გამოძიება მიმდინარეობს. ხელისუფლება უფრო და უფრო გადადის, მეტად კარგავს ლეგიტიმაციას, კარგავს აღიარებას, იწყებს უფრო და უფრო მეტად უკანონო ბრძანებების გაცემას და ამ ბრძანებების ასასრულებლად მათ სჭირდებათ თავისუფალი სამოქმედო სივრცე და კრიტიკული მედია, როგორც წესი, არის ამისი ყველაზე დიდი ხელშემშლელი ფაქტორი. ყველა ჟურნალისტს ცდილობენ, რომ ისინი ხელი შეუშალონ, იძალადონ და დააშინონ. ჩემ შემთხვევაში მე პირიქით აქეთ მიბარებენ სასამართლოში, რომ ცნონ ადმინისტრაციულ სამართალ დამრღვევად. ამ შინაგან საქმეთა სამინისტრო, მე აქეთ როცა მცემეს, აქეთ მედავება, რომ თუმრე მათ ხელს უშლით. არა მარტო ჩემზე, არამედ სხვებზეც. არც ერთი პოლიციელი არ გვინახავს დასჯილი, ან გამოვლენილიც კი. დღეს საქართველოში დამოუკიდებელი კრიტიკული მედიები პირდაპირ მნიშვნელობით საქართველოს სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად აწოდებენ საზოგადოებას ინფორმაციას, თუ როგორ მოღალატეობრივად იქცნება ქართული ოცნება, როგორ ძალადობს საქართველოს მოსახლეობაზე და როგორ უნდა ამ ისტორიულ პროცესში მოპაროს საქართველოს მომავალი. სწორედ ეს არის ბუნებრივი სამიზნე ქართული ოცნებისაც. არაერთი ჩანაწერი არსებობს, როდესაც პოლიციის თანამშრომლები ნიღბიან უნიღბო უკანონო ფორმირებები ძალადობენ მედიის წარმომადგენლებს და ერთი ადამიანის ფორმალურად იდენტიფიცირებაც არ მოხდა, რომელიც არის ამაში მონაწილე. საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეის წევრების შემდეგი ნაბიჯი იქნება. განცხადების შემდეგ ისინი უკვე შეხვდებიან უშუალოდ როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი მედია უფლებების დამცველ ორგანიზაციებს, სადაც ისინი ისაუბრებენ კონკრეტულ ნაბიჯებზე და მექანიზმებზე, თუ როგორ უნდა მოახერხოს არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ და როგორ უნდა აიძულონ არალეგიტიმური ხელისუფლება, რომ მათ გამოიძიონ ის ძალადობრივი ქმედებები, რაც განხორციელდა მედიის წარმომადგენლების, როგორც ჟურნალისტების, ასევე ოპერატორების მიმართ. მადლობა, ეს იყო დიანა ჩირგაძე.